აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის დაპირისპირებას და დეპუტატების ბრალდებებს მთავრობის წევრების მისამართით მონიტორინგის შესაბამისი ჯგუფი სწავლობს. ამის შესახებ განცხადებას მედეა ვასაძე აკეთებს. დეპუტატის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა რეგიონის მთავრობასა და კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში. თემაზე მზია მართალიშვილი მუშაობდა. ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებული სამთავრობო კორუფცია და ბაზრის მონოპოლიზაციის ხელშეწყობა. მედეა ვასაძის განცხადებით, დეპუტატების მიერ აჭარის მთავრობის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით სამართალდამცავი ორგანოები უკვე დაინტერესდნენ. ეს საკითხები ყველა საქმე არის ანტიკორუფციული სქვემდებარე და ის ვისთანაც კონტაქტი გამოკვეთილია არის სწორედ ეს სამსახურები. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას უკავშირდება კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც მურმან დუმბაძის განცხადებით სახელმწიფო უწყებები უკვე სწავლობენ. 2012 წლის 2 ოქტომბერს არჩილ ხაბაძის მამა, რომელიც არის ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის რეგიონში, ყიდის ძალიან დიდი რაოდენობით მაზუტს მინიმალურ ფასად, სადღაც 78-80 ლარი ასეთი ხელშეკრულება არსებობს ოფიციალური. ამ საკითხზე ნამდვილად მიმდინარეობს მოკვლევა, იმიტომ რომ ნავთობაზის ტერიტორიიდან, ასე ვთქვათ, საბაზო ოფისიდან რაღაც დიდი რაოდენობის მასალა, დოკუმენტური მასალა ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ წაიღო. აჭარის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ პროკურატურა მედეა ვასაძის ნათესავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილი დირექტორის საქმიანობასაც შეისწავლის. რაც შეეხება თამაზ ხაბაძის ჩართულობას ამ კონკრეტულ საკითხში, კომპანიის დირექტორის მიერ იქნა გადაწყვეტილებული აღნიშნული ნავთობპროდუქტების გაყიდვასთან დაკავშირებით და ვინაიდან ანტიკორუფციული დაინტერესებული არის ამ მიმართულებით, შესაბამისად გამოიძიებს თუ რატომ მოხდა ამ ნავთობპროდუქტების თვითღირებულებას დაბალ ფასად, მაგრამ მერწმუნეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯინჯარაძის პასუხისგებლობის საკითხის დადგება, ვინაიდან წერილობით გავაფრთხილეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ესეთ გარიგებას ჰქონდა ადგილი და მის მიერ 1 წლის განმავლობაში რეაგირება არ მოყოლია ამ ფაქტს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით მას ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. ალბათ მედია ამბობდა, რომ მოკვლევას გადასცა დოკუმენტაცია, ჯერჯერობით ჩემთან ამ საკითხთან დაკავშირებით ჯგუფს არ მომართავს. დაიწყო თუ არა პოლიტსაბჭოს დავალებით უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრების ბრალდებების შესწავლა, ინფორმაციას გიორგი ვოლსკი არ ფლობს. მოვეკითხო. მედეა ვასაძის განცხადებით, ერთი თვის წინ ბრიფინგებზე გაჟღერებულ რამდენიმე არგუმენტზე მოკვლევა უკვე დასრულებულია. შედეგებზე ფრაქციის წევრები თვის ბოლომდე პრემიერ-მინისტრთან კიდევ ერთ შეხვედრაზე იმსჯელებენ.